ყაზბეგის რაიონი მისი გამორჩეული ბუნებით, მთებით, კლდეებით, ისტორიულ-კულტურული ძეგლებითა და საოცარი ხედებით ნებისმიერ ადამიანს დამსვენებელსა თუ მოგზაურს შთაბეჭდილებებით აღავსებს. ეს შთამბეჭდავი არშას კლდეებია თვალწარმტაცი ხედებით. ახალგაზრდა მთამსვლელები ერთმანეთს კლდეზე ცოცვაში ეჯიბრებიან. შეჯიბრება მეკლდეურობაში ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში ჩატარდა. დაბა სტეფანწმინდამ ალპინიადის ძირითად ნაწილს უმასპინძლა და მისი ინიციატორი საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულ ფედერაციასთან ერთად ეროვნული ერთიანობის ცენტრი ჟიული შარტავას საზოგადოება იყო. საზოგადოების თავმჯდომარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ვახტანგ ყოლბაია და საზოგადოების წევრები კლდეზე ცოცვის შეჯიბრებას დაესწრნენ და ახალგაზრდა მთამსვლელებს უგულშემატკივრეს. მართლაც ქვეყნისათვის საჭირო და აუცილებელი ინიციატივა ჟიული შარტავას არ ჭირდება ეს. ეგ ჭირდება ჩვენ იმ თაობას, რომელიც მოდი ჩვენს მერე. ჩვენ ხოლმე მიყოფებით 1800 მეტრს მაღლეზე ზღვის ზონიდან ორჯერ მეტია ის მწვერვალი, რომელიც ატარებს ჟიული შარტავას სახელს და სიმბოლურია, რომ ერთი წლის თავზე კიდევ ერთხელ ცნობილი ალპინისტების მიერ მოხდა მისი დალაშქვრა, იქ აბრის და ნიშნის დამაგრება, რომელიც შეახსენებს იმ თაობებს, რომ იყო ასეთი კაცი, ჟიული შარტავა, რომელიც გახდა მსხვერპლი იმ ომისა, მაგრამ მისი სახელი არის უდავყოფილი იმით, რაც კეთდება, გაკეთდება. ეს უნდა გახდეს ის გზა, რომელთაც ივლიან ახალგაზრდები და რომლებიც გააკეთებენ ყველაფერს იმას, რაც ჩვენ ვერ შევძელით. აღსანიშნავია, რომ შარშან ცნობილმა ალპინისტებმა აღმოსავლეთ კავკასიონის ზღვის დონიდან 3700 მეტრზე მდებარე ერთ-ერთი მწვერვალი დალაშქრეს და მას საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელი ეწოდა. ეს ვიდეო სიუჟეტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის მიერაა მომზადებული, რომელიც ალპინისტთა ექსპედიციის მიერ მწვერვალის დალაშქრას ასახავს. ეს ინიციატივა ეროვნული გმირის სახელის უგდავსაყოფად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ეკუთვნის და მას მხარი საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა და საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებულმა ფედერაციამ დაუჭირა. წელს უკვე ჟიული შარტავას სახელობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში ალპინისტთა ექსპედიცია მეორე დავიდა ეროვნული გმირის სახელობის მწვერვალზე. ალპინისტთა ჯგუფს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის პრეზიდენტი ავთანდილ ცინცაძე ხელმძღვანელობდა. ეს კადრები ალპინიადის მონაწილე საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საბა სამადაშვილმა მოგვაწოდა. საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში განხორციელდა ასვლა ხდის ხეობაში ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე, რომლის სიმაღლით 3616 მეტრია. ასვლის დროს დამაგდა მემორიალური დაფა. ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო ეს ჩვენთვის, როგორც ფედერაციისთვის, საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე. მეორე ასვლა იყო ეს ხდის ხეობა, ზოგადად ძალიან ლამაზი ხეობა არის, ერთ-ერთი გამორჩეული ამ რეგიონში. ძალიან ლამაზი ასვლა იყო, ამიტიც რაღაცნაირი უცნაური იყო, ნისლი იყო, თითქოს თავიდან მხედველობა არ იყო, თუმცა ბოლოს მაინც მოგვცა მთან საშუალება, რომ ავსულიყავით და დაფას დაგვემაგრებინა და მშვიდობით დაუბრუნებულიყავით. დაბა სტეფანწმინდაში ჟიული შარტავას სახელობის მშვიდობისა და ერთიანობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში სპორტული შეჯიბრებების სხვადასხვა სახეობაში გაიმართა. წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დარბაზში წარმატებული და ახალგაზრდა სპორტსმენების მონაწილეობით შეჯიბრებები თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში ჩატარდა. ჟიული შარტავას სახელობის საერთაშორისო ალპინიადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა. ეძღვნება ეს სპორტული ღონისძიებები საქართველოს ეროვნულ გმირს ჟიული შარტავას უკტავყოფას. ჩატარდა ღონისძიება კლდეზე ცოცვაში. მიმდინარეობს ხედავთ კლავჭიდში. სპორტსმენები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების მეცხრეულად ძალისმიერი სამჭიდრის ფედერაცია ღებულობს მონაწილეობას და ასევე ყაზბეგის წარმომადგენლები, აკაური მცხოვრებები. ასევე ჩატარდება სიმძიმეების აწევაში. ყველა ამ სახეობებში 80-მდე სპორტსმენია ჩართული. არის ჩვენი მომავალი თაობა. ეს ის იმედია, რომლითაც უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში. ჩვენთვის დიდი პატივია პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ასეთ ღონისძიებაზე მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ჟიული შარტავა არ არის მხოლოდ და მხოლოდ ომის გმირი, ეს არის ეროვნული გმირი და ყველა მიცის ეს სახელი და ყველა მიცის ამ ადამიანის მიერ ჩადენილი გმირობა. ტარდება ჟიული შარტავას სახელობის ალპინიადა, ასევე ამ ალპინიადასთან დაკავშირებით გირის სპორტში ჩავატარეთ შეჯიბრი და ასევე ჩვენმა კოლეგებმა ჩაატარეს კლავჭიდში შეჯიბრი. ჩვენ ჩამოვიყვანეთ ჩვენი 15-კაციანი გუნდი. მონაწილეობა მიიღეს ამ ღონისძიებაზე როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონებმა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები
წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ალპინიადის მონაწილეები იმავე დღეს დაბა სტეფანწმინდის კულტურის სახლში შეიკრიბნენ, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, ჟიულის შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა როლანდ ნიჟარაძემ და სხვა გამომსვლელებმა შეკრებილ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ჟიულის შარტავას ცხოვრება და მისი გმირობა. ყველა მისის რა გააკეთა ჟიული, რა გმირობა ჩაიდინა და მის კვალზე აღიზრდება აწი მომავალი თაობები. ჟიური არის ზოგად ქართული სახე, აქ ერთ-ერთ დიდ მთას დაერქვა ჟიურის სახელი, ეს მწვერვალია და მისი სახელი იქნება უკვდავი. ეს არის მისასალმებელი, ეს არის აღიარება. ამ კვალზე უნდა გაიზარდონ ახალგაზრდა თაობა და ჩვენ ასე უნდა გადავუხადოთ ვალი და მერტი იძამს რომ მისი დაწყებული საქმე, მისი თავგანწირვა უკვალოდ არ ჩაივლის და აფხაზების და ქართველების ორვე ერთდროულად ერთ ჩვენ ერთ დღეს პატივს მივაგებთ ჟიურის შარტავას. ჟიულის პიროვნება ეს აი იმდენად ბუმბერაზი პიროვნება, რომ ეს თემა არის ამოუწურავი. ძალიან სიმბოლურად მეჩვენა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მწვერვალი რაც არის ამ მხარეში, ატარებს სწორედ მის სახელს. ჟიული ნამდვილად არის თვითონ არის მწვერვალი. ეს ყველაფერი ჟიულის შარტავას პიროვნებას კი არ ჭირდება, ეს ჭირდება ჩვენს ახალგაზრდობას, ჩვენს საზოგადოებას, რომ მას მუდამ უნდა ახსოვდეს ეს გამორჩეული ადამიანები, გმირები. ჩვენ წინ გვაქვს ბრძოლა, რა თქმა უნდა, ეს არის მშვიდობიანი ბრძოლა, გასაგებია. ამიტომ ჟიულის შარტავას სახე ჩვენ მუდამ წაგვიძღვება წინ. ალპინიადის ფარგლებში გამართულ კულტურულ საგანმანათლებლო ღონისძიებაზე საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდის დღემ ლუდის ხარშვის უძველეს ტექნოლოგიებსა და ტრადიციულ წეს-ჩვეულებებზე ისაუბრეს კომპანია ყაზბეგის პრეზიდენტმა, პოლიტიკური მოძრაობა მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ლიდერმა გოგი თოფაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ელდარ ნადირაძემ, მეცნიერებათა დოქტორმა ნოე ხოზრევანიძემ და სხვებმა. შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს საქართველოს აკადემიური წრეების წარმომადგენელთა განცხადება საქართველოს მთიანეთში ლუდის ხარშვის უძველესი ტრადიციული მეთოდის იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. შეკრებას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი როინ მეტრეველი, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებული შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები და ინგუშეთიდან საგანგებოდ ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. წელს უმნიშვნელოვანესი წელი გვაქვს იმით, რომ ჟიულის შარტავას მიეძღვნა ღონისძიებათა კომპლექსი. ეს არის დიდი ალპინია და ძალიან მოხდა მწვერვალის დამყრობა და ეს იყო უაღრესად მნიშვნელოვანი. იყო სხვადასხვა სახის ღონისძიებისა შეჯიბრებები სპორტულ სხვადასხვა სახეობებში. ყველაფერი ეს ემსახურება ჟიულის შარტავას ამ ღირსეული პიროვნების ჭეშმარიტი გმირის სახელის დათელის მოფენას და უკდავებას. ძალიან საინტერესო ჩემის აზრით ეს იყო დაისვა საკითხი, რომ ისე როგორც ბევრი სხვა რამ, მაგალითად ვენახი, ღვინო, ლუდიც უძველესი კულტურა არის საქართველოსთვის და ამდენად შესაძლებლად ჩაითვალა, რომ მისი წარდგენა შეიძლება იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლების სიაში. შეიქმნა წერილი საგანგებო, რომელიც ასაბუთებს საქართველოს ლუდის სიძველეს და მისი ხარშვის ტექნოლოგიის ძალიან თავისებურებას და ვფიქრობთ, რომ ეს წარდგენილი იქნება იუნესკოში და მიიღებს კიდე საბჭიდოს. ჩაიყარა საფუძველი ძალიან მნიშვნელოვან დღეს, რომელიც ეძღვნება ბატონ ჟიულის შარტავას ხსოვნას. ეს არის როგორც სპორტული ღონისძიებები, ასევე ძალიან საინტერესო მთის ლუდის ფესტივალს, რომელიც ყაზბეგში გაიმართა და საფუძველი ჩაიყარა და მინდა მადლობა გადაუხადო ყველა ორგანიზატორს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას. ვიმედოვნებ, რომ მომავალ წლებში ეს უფრო მრავალფეროვანი, უფრო ხალხმრავალი იქნება და გავიხსენებთ ბატონ ჟიულის და იმ გმირებს, რომლებმაც თავი შეწირეს ქვეყნის ერთიანობას. შეხვედრის ბოლოს ქართული საბრძოლო ხელოვნება ხრიდოლის საჩვენებელი გამოსვლა გაიმართა. ჟიულის შარტავას სახელობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში მეკვლეურობაში, თანამედროვე სპორტულ მკლავჭიდსა და სიმძიმეების აწევაში გამარჯვებული სპორტსმენები სიმბოლური მედლებითა და სიგელებით დააჯილდოეს. გამარჯობა, მე ირანელი ვარ, ფარზანე დეჰყანი, პირველი ადგილი ავიღე ჟიულის შარტავას სახელობის ალპინიადი ეგედით გამართო მკლავეთში
მე ამეყვება. ჟიული შარტავას ხსოვნისადმი მიწყვნილი ღონისძიებები თბილისში გაგრძელდა. სოხუმის დაცემის დღეს 27 სექტემბერს ალპინიადის მონაწილეებმა ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ და საზოგადოების წევრებმა ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ჩვენ სიმბოლურად ჟულის მეგობრები, ახალგაზრდობის მეგობრები შევიკრიბეთ ჟული შარტავას სასაფლაოსთან, რათა კიდევ ერთხელ ამ ალპინიადის ფარგლებში პატივი მივაგოთ მის სახელს. Რასაც აკეთებდა ჟული, ამის გაგრძელება გვინდა ჩვენ მშვიდობიანი გზით, მოვგვაროთ ის საკითხები, რომელიც დღეს ქვეყანას მაინც მძიმე ტვირთად აწევს. მე დარწმუნებული ვარ, რომ მის ცხოვრებას არ ჩაუვლია უკვალოდ და იქნება ყველაფერი ისე, როგორც ეკადრება ჩვენს ურთიერთობას, აფხაზ და ქართველთა ურთიერთობას. მე მინდა მადლობა უთხრა ყველა იმათ, ვინც აქტიურად მონაწილეობდა ამ ღონისძიებაში, მადლობა იმათ, ვინც მხარში დაგვიდგა. პირველ რიგში თქვენ გიხდით მადლობას, რომ ამ ყველაფერს ინახავთ. ბევრმა ბევრამ არ იცი ჟიული შარტავაზე. ჟიული შარტავა უკვე უკვდავია. და მაგალითია ახალი თაობისთვის. თქვენ წარმოიდგინეთ, რამდენი პოლიტიკოსი ყოფილა, რამდენი ადამიანი ყოფილა, მაგრამ არის სადმე კავკასიონზე მის სახელობის მწვერვალი, არის ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალი, არის ჟიული შარტავას სახელობის პრემია, არის ის ეროვნული გმირი. რაც შეეხება ალპინიადას, მე მილია გითხრათ, რომ არაჩვეულებრივი ღონისძიებები, საერთაშორისო ალპინიადა იყო ეს და ყველა ავიდა ამ მწვერვალზე. ალპინიადა, რომელიც დღეს პირველად ძალიან დიდ და მაღალ დონეზე ჩატარდა, მე ვფიქრობ, რომ გაგრძელდება. დღევანდელი დღე წმინდათა წმინდა დღეა ჩვენთვის. 26 წელი შესრულდა, ჩვენ აქ ყოველთვის ვიკრიბებით. ჟიული შარტავა იყო ჩემი თაობის 70-იანი წლების ლიდერი საქართველოს ახალგაზრდობის და ძალიან დიდი სურვილია, რომ ჩემი შვილების თაობა ახალგაზრდება ცოტა უფრო მეტი გაიგონ იმ წლებზე, ის მაშინაც გამორჩეული იყო ყველასგან, ის მაშინაც განსაკუთრებული იყო ყველგან და ამიტომ ის რეალურად ასეთნაირად დარჩა ჩვენს აზროვნებაში. რაც შეეხება ალპინიადას, ეს ძალიან საინტერესო ღონისძიებაა, ეს რამდენადაც უკავშირდება ჟიული შარტავას სახელს კიდევ უფრო მეტად დიდ მნიშვნელობას იძენს და ალბათ ყველას ღირსების საქმე რომ წარმატებულები იყვნენ ამ ღონისძიებაში, ალპინიადაში და ზოგადად ქართულ სპორტში. ბატონი ჟიური შარტავას სახელი დიდი პიროვნების, დიდი ადამიანის უნდა გაჟღერდეს. მომავალმა თაობამ უნდა იცოდეს თუ როგორი პიროვნება, როგორი ეროვნული გმირი ყავდა ჩვენ. ყველაზე კრიზისურ მომენტში ბატონი ჟიური გახდათ აფხაზეთში, ყველგან სადაც იყო რუსთავში, სადაც იყო აფხაზეთში, იყო ლიდერი, იყო ხელმძღვანელი, იყო წარმართული ძალა. საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მამულიშვილთა გახსენების პრეზიდენტმა ბონდო კობაძემ ეროვნული გმირის მეუღლეს საჩუქრად ფონდის მიერ გამოცემული ახალი კრებული გადასცა. ქალბატონმა ლია შარტავამ მადლობა გადაუხადა ალპინიადის ორგანიზატორებსა და ჟიული შარტავას მეგობრებს მისი სახელის უგდავყოფისთვის. დღევანდელი დღე ძალიან რთულია, მაგრამ სულ წამს და მჯერა, რომ საქართველო მაინც გაერთიანდება და ერთიანი და მთლიანი იქნება. ჟიული სახელთან დაკავშირებული ჯილდოები, ღონისძიებები ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ თუ დამიჯერებ, მე რატომღაც სულ თავს ვიკავებ. ვფიქრობ, რომ აი ხო რაღაც ზედმეტი არ არის. საჭირო იყო ამდენი რაღაცის გაკეთება. თვითონ ძალიან მოკრძალებული იყო. ერთ-ერთ მწვერვალს მიენიჭა ჟიული შარტავას სახელი, რა თქმა უნდა, ეს ჩვენთვის ძალიან სასარგებლოა, ძალიან სასიამოვნოა. დიდი მადლობა. ჟიული შარტავას სახელობის ერთიანობისა და მშვიდობის საერთაშორისო ალპინიადის ფარგლებში ოლიმპიურ კომიტეტში 4 ოქტომბერს ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება შედგება. 30 ოქტომბერს კი საქართველოს პარლამენტის ჟიული შარტავას სახელობის დარბაზში დასკვნითი ღონისძიება გაიმართება.